ეხლა გადავდივართ ღაზის სექტორზე. ღაზაში ცეცხლის შეცვლა და ძალაშია, მაგრამ ძლივობით. ისრაელი ძალიან კაფიოდ აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას დაარტყას ნებისმიერ პირს, რომელსაც საფრთხედ მიიჩნევს, იქნება ცეცხლის შეცვლა თუ არა. ადგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირებისა და ჰამასთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ისრაელის საჰაერო დათმობამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ღაზაში მინიმუმ 12 ადამიანი იმსხვერპლა. ამასობაში ჰამასის ლიდერებმა კაიროში დაასრულეს მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი ტრამპის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებაზე, სადაც წყაროების თქმით მცირე პროგრესი და ორივე მხარეს ღრმა უნდობლობა შეინიშნებოდა. მინდა ახლა ამ საკითხზე სტუდიაში ჩვენ სტუმრებს დაუბრუნდეთ. იცი ვხედავთ ამ ანგარიშებს, რომ ისრაელი იაკობ ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰამასის მეთაურებს ესხმის თავს. ესევე იცი, ცეცხლის შეწყვეტის მიხედვით, ისრაელი მხოლოდ ღაზას სექტორის 53%-ს უნდა აკონტროლებდეს. ამჟამად ეს რიცხვი 60%-მდე გაიზარდა ანგარიშების მიხედვით. რა ვიცით ამის შესახებ? რა არის ისრაელის მხრიდან ამ მიმდინარე თავდასხმების გამართლება, რომლებიც ჰამასის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად მიიჩნევა და ასე იწოდება? ტრამპის გეგმა მთლიანად ჰამასის განიარაღებას ეხებოდა. ჰამასი კი სრულიად საპირისპიროს აკეთებს. ისინი ცდილობენ ხელახლა შეიარავდნენ და ბევრი სამიზნე, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ესხმის თავს, სწორედ ტერორისტული ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც ამას აკეთებენ. ცდილობენ იარაღის გადატანას დრონებით სინაიდან, ცდილობენ ხელახლა ააწყონ ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხნები ღაზის იმ ნაწილებში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, ასე რომ ჰამასი აშკარად არ ვოს ტრამპის გეგმას. და ისრაელი თავიდანვე ამბობდა, რომ თუ ჰამასი არ განაიარაღდება, რაც აშკარად არასდროს აპირებდა, ის იმოქმედებს ისე, როგორც თვითონ ესხმის. ეხლა ეს ჯერ კიდევ ძალიან დაბალი დონის კონფლიქტია, რადგან ირანისა და ლიბანის ფრონტები ამჟამად პრიორიტეტულია ისრაელის თავდაცვის სტრუქტურისთვის. ასე რომ, რასაც ხედავთ, ძირითადად ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების წევრების ყოველდღიური მიზანმიმართული განეიტრალება. ზოგიერთი მათგანი ნუხბას ტერორისტებია, ბატალიონის მეთაურები, სნაიპერები, თუნდაც ფულის კონტრაბანდისტები. ეს ყველაფერი უკავშირდება დაზვერვის საფუძველზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებზე რეაგირებას. ამ ტერორისტებიდან ზოგიერთმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაშიც მიიღო მონაწილეობა. მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები გვაქვს. ამჟამად სამხრეთ გაზაში მიმდინარეობს პროექტი, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს პილოტური ზონის შექმნას, სადაც გაზას მშვიდობიან მოსახლეობას ექნება ალტერნატიული ადგილი გადასასვლელად. იქ საცხოვრებელ ვაგონებში. ჯერ იქ არ ვართ. მაგრამ იდეა ისაა, რომ შეიძლება გაჩნდეს ცდუნება, დაიწყონ გაზას მშვიდობიანი მოსახლეობის ჰამასის ზონიდან გაყვანა. ანუ ეს იქნება ზოგადი მიმართულება. თუ ის იქნება, რასაც ბევრი ისრაელის თავდაცვის ძალებში IDF-ში სურს, ანუ ომის დასრულება, რაც ნიშნავს გაზას დანარჩენ ნაწილებში შესვლას, კერძოდ ცენტრალურ ნაწილებში და ქალაქ რაზაში, ჰამასის კონტროლის აღმოფხვრა და შემდეგ რაიმე სახის ხელისუფლებისთვის გადაცემა. ეს იქნება ერთი ან მეორე, მაგრამ ეს არ იქნება ისნება ის, რასაც დღესვე ან ხვალო ვიხილავთ, რადგან დანარჩენი ორი არენა ისრაელის რესურსების თვალსაზრისით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მართალია. მაჟდან, მინდა სწრაფად შენ მოგმართო. ცხადია, ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე, რაც არ არის გასაკვირი. ისრაელი კი უარს ამბობს სრულად ითანამშრომლოს ომის შემდგომ გეგმასთან. და შემდეგ კაიროს მოლაპარაკებების სრულიად უშედეგოდ მიმდინარეობს. არის თუ არა ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმა რეალური გეგმა, თუ უბრალოდ სიტყვებია ამ ეტაპზე? არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ტრამპმა თქვა, რომ ჰამასმა დათანხმდა განიარაღებას, რომ მათ დათანხმდნენ მის გეგმას, რომელშიც ეს იყო მთავარი პუნქტი ისრაელის თვალსაზრისით. მე არასდროს მომისმენია, რომ ჰამასი დათანხმდა. როგორც იაკოვი ამბობს, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ცდილობენ ამ პირობის თავიდან აცილებას და მართლაც ხელახლა იარაღდებიან. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რას გავაკეთებთ შემდეგ. მე ველოდი, რომ რაღაც გაკეთდებოდა, მაგრამ ამერიკელებმა მგონი უკვე 7 თვეა, შეიძლება 8-ს. არაფერი გააკეთეს ამ საკითხთან დაკავშირებით. და აშკარად ისინი ირანის საკითხით და სხვა მსგავსი პრობლემებით იყვნენ დაკავებულები. ნახეთ, მინდა რაღაც თქვა დღევანდელი ოპერაციის საკითხს. დიახ, ჰამასი არ განიარაღებულა, ეს საშინელებაა. დიახ, კარგი იქნებოდა არა მხოლოდ ჰამასელების შეჩერება, რომლებიც იარაღის გადატანას ცდილობენ, არამედ ისეთი გეგმის შექმნაც, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მიეცემა საშუალება ჰამასის ტერიტორიიდან გასვლის. და შემდეგ ისრაელი ასრულებს საქმეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აღარ არის. დარწმუნებული ვარ, ჰამასი შეეცდება ამის შეჩერებას, მაგრამ ეს მაინც გეგმაა. აი რა არ არის გეგმა. მე მგონია, რომ ისრაელმა დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, მას შემდეგ რაც ეს შეთანხმება ამოქმედდა. ეს გეგმა არ არის. ცლებია ვამტკიცებ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილება ღაზაში არა მხოლოდ მორალური ვალდებულებაა და ებრაული ვალდებულება. ეს ასევე პოლიტიკურად გონივრულია და გეოპოლიტიკურადაც გონივრულია. და ყველა ეს კაცრი ბიჭი
ამ ტელევიზიის სტუდიებში მე მიმიჩნევს გულუბრყვილოდ, რადგან თითქოს ალტერნატივა არ არსებობს. ეს კარგი თანაფარდობაა და სხვა ასეთი სისულელეები. რადგან ეხლა ყველა აღშფოთებულია რაღაცით, რაც ისრაელისთვის კიდევ უფრო სტრატეგიულია ვიდრე ჰამასის მოცილება. ანუ ის, რომ აშშ-ში ეს მხარდაჭერა ისრაელის მიმართ სერიოზული საფრთხის წინაშეა. და ეს პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ იმ ბოროტ პროპაგანდისტულ კამპანიებს, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ ტარდება და ასე უსამართლოა, არამედ იმასაც, რომ ისრაელმა 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა ყოველგვარი ბოდიშის გარეშე. ამიტომ რაც დღეს ხდება არის ის, რომ არმიას პასუხი არ გაუწია. ყველაზე ლოგიკური პასუხი, რაც დღეს გავიგონე, რატომ მოკლეს ამდენი ღაზელი, იყო იაკობ ლაპინისგან, i24 News English-დან ეს სიგიჟეა. არმია არ ხსნის რას აკეთებს. მართალია. და ეს არის საჯარო დიპლომატიის ესეთი უზარმაზარი მარცხი. და მართლა თუ დიპლომატიაზე ვსაუბრობ, თავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რას აკეთებინებს არმიას, რომ ეს ისრაელს უზომო ზიანს აკანებს. არა მხოლოდ რესპუბლიკელი კონგრესმენების უმეტესობამ, ჩემი აზრით, დღეს ისრაელის წინააღმდეგ მისცა ხმა იმისთვის, რომ კონგრესში პოზიცია დაეფიქსირებინა, არამედ რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც ისმის მსგავსი უკმაყოფილება ისრაელის მიმართ. და გამოკითხვები აჩვენებს, რომ აშშ-ში 50 წლამდე ადამიანების უმრავლესობა აღარ უჭერს მხარს ისრაელს და უფრო მეტად უჭერს მხარს პალესტინელებს. ჰამასი იქნება თუ არა, თითქმის მნიშვნელობა არ აქვს. ეს კატასტროფაა. და ყოველ ჯერზე, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან ღაზაში, ისრაელელებს თუ კი არ აინტერესებთ და მე ვფიქრობ, რომ უმეტესობას აინტერესებს, მაგრამ ისინიც კი ვისაც არ აინტერესებთ, ალბათ მაინც ანაღლებთ ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა, რადგან ეს იქნება სტრატეგიული კატაკლიზმი, რეალურად უფრო ცუდი ვიდრე ჰამასის დარჩენა ხელისუფლებაში ღაზაში, რაც უკვე ცუდია. გულისხმობ იმას, რომ რასაც თქვენ ამბობთ, ამას ამჟამად მსოფლიოს მრავალი ჟურნალისტი იმეორებს. ძირითადად იცით არის მოთხოვნა ისრაელის არმიისგან მკაფიო ახსნის შესახებ თუ რა ხდება. ზოგჯერ თითქმის ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ამაზე არ ვიცი, მაგრამ ახლა მაროკოსკენ გადავდივართ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორივესომ შემოგვიერთდით ამ სტუდიაში. მაროკომ ახლახან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ შეუერთდება საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალას ღაზისთვის, თუ ეს ოდესმე განხორციელდება. შეიძლება გახსოვდეთ, რომ მაროკო აბრაამის შეთანხმებების მონაწილე ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელს ისრაელთან ურთიერთობები ნორმალიზა. ეს ასევე არაბული სახელმწიფოა, რომელსაც ღრმა კავშირები აქვს პალესტინის საქმესთან და მეფე, რომელიც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის იერუსალიმის კომიტეტის თავმჯდომარეა. ამიტომ ღაზის სტაბილიზაციაში დახმარების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა სამხედრო ოფიცრების, პოლიციისა და სამხედრო საველე ჰოსპიტალის გაგზავნა მაროკოს უშუალოდ ომის შემდგომი არქიტექტურის ცენტრში აყენებს, რომელიც ადგილზე კალიბდება. ეხლა ჩვენთან ერთადაა ანეთ ლევი. ის ისრაელ-მაროკოს ურთიერთობების ექსპერტია და ისრაელის მისიის ყოფილი წევრი მაროკოში. ანეთ, ეს ნიშნავს, რომ მაროკო უფრო აქტიურად ერთვება პროცესში, თუ რთულ სიტუაციაში ებმება. დიახ, სინამდვილეში ვფიქრობ ორივეა, რადგან ლიდერობის გამოჩენა ზოგჯერ რისკის აღებასაც გულისხმობს, მაგრამ ვფიქრობ ამ შემთხვევაში მაროკო გააზრებულ რისკზე მიდის, რადგან იცის, რომ ამ ნაბიჯს კონკრეტული მანდატი აქვს მისი მშვიდობის საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებლის როლის გამო. ასევე მას ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. ასევე ამ როლის შესრულებით მას შეუძლია თავიდან აიცილოს რომელიმე მხარის დაკავება, იქნება ეს ისრაელის თუ პალესტინის. ის მოქმედებს როგორც მშვიდობის მშენებელი და ეს მაროკოსთვის ნამდვილად ლოგიკურია. ისრაელთან ურთიერთობები აბრაამის შეთანხმებების მეშვეობით ახლა ის უერთდება ღაზის სტაბილიზაციის ძალას. კიდევ ერთხელ თუ ეს მართლაც განხორციელდება, რადგან ცხადია ეს ჯერ კიდევ მხოლოდ ცნობებია იმის შესახებ, რომ ეს რეალურად მოხდება. თქვენი აზრით, ეს ორი რამ შეიძლება მშვიდად თანაარსებობდეს. თუ ფიქრობთ, რომ მაროკოს როლი ღაზაში აუცილებლად გამოიწვევს დაძაბულობას მის ურთიერთობაში ისრაელთან? არა, სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ძალიან პოზიტიურად უყურებს მაროკოს ჩართულობას ღაზაში, რადგან მაროკო რეგიონში მის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირედ და მეგობრად ითვლება. და ამის მტკიცებულებაც არსებობს, რადგან ამ პერიოდამდე და 7 ოქტომბრის შემდეგ ომის დროსაც კი მაროკო იყო რეგიონიდან იმ მცირე რიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც ნებადართული ჰქონდა ჰუმანიტარული დახმარების პირდაპირ გაგზავნა ბენ-გურიონის აეროპორტის საშუალებით. და მეფის როლის გამო ალ-ქუდსის კომიტეტში ფაქტობრივად მოხდა ის, რომ მაროკომ შექმნა პირდაპირი თანამშრომლობა ისრაელსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის. ამიტომ ვფიქრობ, შეგვიძლია დავინახოთ, როგორ შეიძლება მაროკო იყოს ხიდი ამ სამყაროთა შორის და წინააღმდეგობები როგორც წესი თან არსებობენ მაროკოში. მაროკო გზავნის სამხედრო ოფიცრებს, პოლიციას, საველე ჰოსპიტალს. ანუ ეს სერიოზული ვალდებულებაა. ეს ნამდვილად სიმბოლური არ არის.
რას იღებს მეფე ამ ყველაფრიდან და რამდენად არის ეს მაროკოს რეგიონულ ამბიციებზე დამოკიდებული ჰუმანიტარულ ზრუნვასთან შერებით? დიახ, ვფიქრობ, ზოგადად მაროკოს რეგიონული ამბიციები უფრო აფრიკაზე და ატლანტის ოკეანეზე, საჰელის რეგიონზეა კონცენტრირებული, ვიდრე ახლო აღმოსავლეთზე. და ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ვხედავთ, რომ მაროკო ამ რეგიონიდან უკან იხევს. მაგრამ ვფიქრობ, სირიასა და ლიბანში მომხდარი ცვლილებების რეჟიმების შეცვლის ფონზე ამ რეგიონით ახალი ინტერესი გაჩნდა. და ვფიქრობ, მაროკოსთვის ამ მხრივ ახალი თავი იწყება. და ვფიქრობ, მაროკოში ასევე არსებობს პოლიტიკა, რომელსაც კონსტრუქციული ნეიტრალიტეტი ეწოდება. და ეს პოლიტიკა მაროკომ უკვე გამოიყენა. ეს ნიშნავს, რომ მაროკო ნეიტრალიტეტში პასიური არ არის, არამედ იყენებს უფრო დინამიკურ მიდგომას, რათა ყველა მხარესთან შეინარჩუნოს ურთიერთობები და ამავდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები. და ბოლოს, ქვეყნის შიგნით, პალესტინის საკითხი ღრმად არის გამჯდარი მაროკოელი ხალხის გულებში. და ვფიქრობ, აქ ნამდვილად არსებობს პასუხისგებლობის ნამდვილი გრძნობა. ასევე თუ გავითვალისწინებთ მაროკოს შიდა საკითხებს, მოახლოებულ არჩევნებს და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ამ საერთო სურათის ნაწილია, და დიახ, ზოგადად კარგი, ანეთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენთან შემოერთებისთვის. მართლა საინტერესო იყო შენი მოსაზრების მოსმენა. მადლობა.